აქციის მონაწილეები მთელი დღის განმავლობაში ქალაქში ტერიტორიების მიხედვით განაწილდნენ. შეძენილი იქნა 70-მდე ძირის სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული ხე და სხვადასხვა სახის ნერგი. ბორჯომში გამწვანების აქცია მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ერთობლივი ინიციატივით მოეწყო. დაირგო 20 კედარი, 40 ცაცხვი, ასევე სხვადასხვა დაბალი გამწვანებები, რომლებიც გადაწყვეტა სხვადასხვა სკვერში ქალაქ ბორჯომის მდებარე ტერიტორიაზე, ახლა ვართ ისტორიულ პარკში, სადაც ასევე ხდება დარგვახეების, რომელიც ვფიქრობ ძალიან კარგი და დადებითად აისახება. თავა იქის რა ბატონო დიმიტრი ყიფერმეთავის თავზე ამ აქციების და ჩართული არის მისი პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე, რომელიც აკონტროლებს ზუსტად აი მონაცემებს, რამდის რა დაიგეგმოთ, რამდენი პირველ რიგში გვინდოდა რომ ბორჯომ პარკში გაგვიახლებინა ძველი გადაბერებული ხეების აი მოიჭრა ზოგიერთი ხე და გადაბერებულებია და მის ადგილას გვინდა ჩავანაცვლოთ ახალი ხეები, ახალი ჯიშებიც. ახალ ჯიშებიდან შემოვიტანეთ ასეთი დეკორატიული ხე კატალბა. ლამაზი ყვავილით, დიდი ფოთით, დეკორატიული ჯიშია, რომელიც შემდეგში იტანს გადაბელვა შეკვეცას. ნერგები დაირგო ცენტრალურ ისტორიულ პარკში, ეგრეთ წოდებულ მარადიულ ცეცხლთან და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე. აქციას მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა სამსახურები და ადგილობრივებიც შეუერთდნენ, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. ჩვენ ვართ გამწვანების სამსახური, რომელიც ჩვენი საზრუნავი, ყოველდღიური ზრუნვა საზრუნავი, უვლით, ვდგავთ, ვწყავთ. ამჟამად ვართ მარადიული ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვდგავთ მარადმწვანე ღვიის ფორმირებულ ნერგებს. რამდენი ნერგს ვდგავთ ამ ტერიტორიაზე? ეხლა ამ ტერიტორიაზე ჩვენ დავდგეთ დაახლოებით 17-30-მდე ნერგი. შვილები აქ არიან ახლა ისვენებენ და წამოვიყვანე რომ იმეღებინებინა მონაწილეობა. ახლა ჩემი შვილები ამას დარგავენ და გაიზრდებიან. ერთმა დიდხან გვაცოცხლოს, მაგრამ აღარ ვიქნებით და ისინი დაიმახსოვრებენ რომ აი ბაბუამ დამარგვეინა ხე. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დარგულ ნერგებს შესაბამისად ყურადღებასაც მიაქცევენ. მათი თქმით, გამწვანების აქციები ბორჯომში მომავალშიც გაგრძელდება.